წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა დადო ძალიან ბევრი პირობა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უკავშირდებოდა ძალიან ზოგად ჭრილს, რომ მიმოვიხილოთ ეს საკითხი. ფედერალურ დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დანახარჯების ძალიან მკვეთრად შემცირებას ამისთვის დონალდ ტრამპმა დაიპარტნიორა ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ჩააბარა ახლად შექმნილი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული საკონსულტაციო უწყება, რომელიც თეთრ სახლთან არის წარმოდგენილი. მას შემდეგ ეგრევე შეუდგა დონალდ ტრამპიცა და ილონ მასკიც ამ საქმიანობას ლამის მეორე დღეს, რადგან ინაუგურაციის დღესვე შეიქმნა ეს დეპარტამენტი დონალდ ტრამპის ხელმოწერით და მას შემდეგ ძალიან ბევრი ძორაა აღინიშნა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი უკავშირდება USAID ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ძალიან კარგად არის ცნობილი და საერთოდ არის ყველაზე დიდი დონორი ქვეყნის, ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაცია. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ცნობილია, ყველაზე დიდ ქველმოქმედებას, ანუ დონორულ შემოწირულობებს გასცემს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ძირითადად ეს ხორციელდება USAID-ის გავლით, რომელიც სხვა ტიპის პროგრამებს აფინანსებს სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. თუმცა, მას შემდეგ რაც ილონ მასკმა მიიღო წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო გადარიცხვებზე, რომლებიც ჯამში დაახლოებით 6 ტრილიონს შეადგენს ყოველწლიურად, ის გამოვიდა ძალიან მკვეთრი განცხადებებით USAID-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. კონკრეტულად USAID მან დაადანაშაულა კრიმინალურ საქმიანობაში, ბიოლოგიური იარაღის განვითარების მხარდაჭერაში, ფინანსურ მხარდაჭერაში და ძალიან ბევრ სხვა პროგრამაში, რის გამოც თქვა, რომ მოკლედ მისი რესტრუქტურიზაცია, ანუ გადარჩენა და გადაწყობა უბრალოდ შეუძლებელია და ის უბრალოდ უნდა გაუქმდეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპაც ისაუბრა ამ თემაზე და თქვა, რომ ილონ მასკს ზოგადად ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაიგება და შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც მას სურს, მაგრამ ისინი, ანუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და პირადად ის ცხადია, აუცილებლად შეხედავენ იმ ვითარებას, რაც არის შექმნილი USAID-ში. მას შემდეგ USAID როგორც ორგანიზაცია გარკვეულწილად დროებით მაინც შეერწყა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს მარკო რუბიო, რომელიც სხვა შორის ახლა ცენტრალური ამერიკის ტურზე იმყოფება. პანამაში იყო ის ცოტა ხნის წინ, სადაც პანამის არხთან დაკავშირებით საუბრობდა, მოგვიანებით კი ელ-სალვადორში შევიდა, სადაც ადგილობრივ პრეზიდენტს შეხვდა. მოკლედ, ჯერჯერობით არის სწორედ შესული ამ ორგანიზაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტში, მაგრამ მომავალში რა იქნება, ჯერჯერობით არ ვიცით. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, ან საერთოდ გაუქმდება USAID და აღარ იარსებებს არანაირი ფორმით, რაც ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ USAID დარჩება როგორც იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი და გაცილებით შემცირებული მანდატი და მესამე ვარიანტი, რომ ის იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სააგენტო, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც გააგრძელებს საქმიანობას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაკარგავს და ვერ იტყვის უარს იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას კაცობრიობის წინაშე გააჩნია, როგორც ყველაზე განვითარებულ და მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას, რაც გულისხმობს სხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას, რასაც ხადია ეკონომიკური მიზეზებიდან და ზოგადად ამ რაღაცა დადებითი ქველმოქმედური მიზეზებიდან გამომდინარე, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ხშირად სხვა პროგრამებით საკუთარ ინტერესებს ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. USAID-ის პროგრამის შეჩერება ერთ-ერთი სადავო გადაწყვეტილება, რომელზედაც ტრამპი თან ხვდება და კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მან გასული რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, ეს უკავშირდება კანადის წინააღმდეგ ჯერ იყო და ტარიფების დაწესებას და შემდეგ ამ ტარიფების დროებით შეჩერებას, დაპაუზებას დაახლოებით 30 დღიანი პერიოდით. როგორც ჩანს, ტრამპი და ჯასტინ ტრუდო, პრემიერ-მინისტრი, ესაუბრნენ ერთმანეთს და ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტარიფები ერთი თვით გადაავადოს, თუმცა მას შემდეგ ტარიფების ამოქმედება, როგორც ჩანს, ისევ და ისევ არის დაგეგმილი. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 25%-იან ტარიფებზე ძირითად პროდუქტებსა და სერვისებზე, ხოლო 10%-იან ტარიფებზე კანადური წარმოშობის ენერგორესურსებზე. თავად ამ გადავადების მიზეზი არის, როგორც ჩანს, ის დაპირება, რომელიც ტრამპმა მიიღო საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით. მოგეხსენება, ტრამპის რიტორიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო ის, რომ ამერიკის საზღვარი არ იყო დაცული ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, განსაკუთრებით კანადის მიმართულებით, საიდანაც, როგორც ჩანს, როგორც ტრამპი ამტკიცებს, ქვეყანაში შედიოდა ძალიან დიდი მოცულობით ნარკოტიკული საშუალებები, კონტროლი იყო ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგანაც კანადის მხრიდან არ იყო შესაბამისი ძალისხმევა გაღებული და ამ შემთხვევაში ფენტალინია ის ერთ-ერთი ქიმიური სუბსტანცია, რომელზედაც ტრამპი ხშირად აპელირებს და ამბობს, რომ კანადიდან იგი შემოდიოდა უბრალოდ კოლოსალური მოცულობით, რამაც ათასობით ამერიკელი სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ 10,000-ობით ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის ამ ნარკოტიკული საშუალების გამო. როგორც ჩანს, ტრუდოსგან მან მიიღო პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება, მაგრამ თავად ტარიფების ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვართ გაუგებარ პერიოდში, რადგანაც 30 დღით გადავადება
თითქმის არაფრის მომცემია გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო 25%-იანი ტარიფების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ორივე მხარისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. კანადასთან ისევე როგორც მექსიკასთან, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ მეზობელთან, ასევე მიდის მოლაპარაკება, რადგან ტარიფები დაუწესდა ასევე მექსიკას და მექსიკის მოსახლეობას, მაგრამ მოგვიანებით პრეზიდენტებმა ისაუბრეს ერთმანეთში და აგრეთვე ერთი თვით შეჩერდა ტარიფების მოქმედება, რადგან როგორც ჩანს, მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 10,000 ეროვნული გვარდიის 10,000 თანამშრომლის გადაბარგება მოხდება საზღვართან, სადაც ისინი გააკონტროლებენ ძირითადად ორ მიმართულებას, ერთი რომ არ უნდა გადავიდნენ არალეგალი იმიგრანტები, ანუ მექსიკელები არ უნდა გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად და აგრეთვე შენ მიერ ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება ფენტანილი არ უნდა იქნეს გადატანილი შედარებით მარტივად, რაც როგორც ცნობილია პრობლემაა, როგორც ტრამპი ამბობს უმცირე, როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. აგრეთვე მეორე მხარესაც არსებობს შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკონტროლოს, რომ სამხედრო იარაღი არ შევიდეს მექსიკაში არალეგალურად იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ის დღეს შედის და ხდება უკვე მოგვიანებით სხვა ტიპის კარტელებისა თუ არალეგალური ორგანიზაციების საკუთრებაში. ჯერჯერობით რა მოხდება როგორც კანადას ამართებით, მექსიკას ამართებით, ესეც უცნობია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ტარიფები საბოლოო ჯამში საერთოდ არ დაწესდეს და დონალდ ტრამპმა გამოიყენოს ორივე ეს ბერკეტი როგორც ვაჭრობა კონკრეტულ ქვეყანასთან, რადგან ტარიფები როგორც ვიცით, ყველა შემთხვევაში აზიანებს ორივე მონაწილე მხარეს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ უпроსოდ არა მხოლოდ პირობითად მექსიკას ან კანადას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რადგან სავარაუდოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს გაეზრდება ფასები იმ პროდუქტებზე, რომლებიც ორი ზემოხსენებული ქვეყნიდან შემოდის. ნამდვილად პოლიტიკური ვაჭრობა შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რის გამოც საერთოდაც ტარიფების რიტორიკას იყენებს ტრამპი და სხვა შორის ტრამპი ბოლო პერიოდის განმავლობაში ილაშქრებს ევროკავშირის წინააღმდეგაც, ის აანონსებს ტარიფებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც და ამ ასე ვთქვათ მუქარას უკვე ძალიან სერიოზულად განიხილავენ ევროკავშირში მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზეც კი, ვინაიდან უკვე დასტურდება ეს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები აქტიურად განიხილავენ ზომებს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იქნეს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ კი ტრამპი მართლაც შეასრულებს პირობას და ტარიფებს აამოქმედებს EU-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში საუბარი ისმის თითქმის ყველა მიმართულებით, საფრანგეთით დაწყებული, გერმანიით დასრულებული ყველა ქვეყნის ლიდერი საუბრობს ამ შესაძლებლობაზე, ისინი ამბობენ იმასაც, რომ თუ კი ტარიფები ნამდვილად ამოქმედება, მაშინ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ საპასუხო ზომების მიღება, ანუ სავარაუდოდ ევროკავშირი თავადაც დაუწესებს გარკვეულ ტარიფებს და შეზღუდვებს ამერიკას, ხოლო ორი სავაჭრო პარტნიორის ესე გადამტერება ეკონომიკურად და რაციონალურად უბრალოდ გაუმართლებელია. აქ ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს პოლიტიკური ვაჭრობა, რადგანაც ევროკავშირთან ტრამპს ძალიან ბევრი რამე აქვს სავაჭრო და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც ის ხშირად აპელირებს, ეს უკავშირდება სამხედრო ხარჯების ზრდას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისტორიულად უბრალოდ არ ხარჯავდნენ ნატოსთვის იმ თანხებს, რაც საჭირო იყო, ხშირად ფლენში და პროდუქტის 2% იყო მოთხოვნა და ისინი 1% ძლივს ხარჯავდნენ, ახლა კი ტრამპი მოგეხსენებათ ამ გადასახადის ზრდას ითხოვს 3-დან 5%-მდე ფლენში და პროდუქტზე, რაზედაც ბევრი წევრი ქვეყანა არ თანხმდება, მაგრამ ტარიფების შიშით შესაძლოა ისინი ამაზე დათანხმდნენ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ უბრალოდ ევროკავშირში უსაფრთხოების ხარჯები გაიზარდოს. კიდევ ერთი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც მოქმედებს უკვე წლების განმავლობაში და რომელიც პრინციპში არ გადაიხედა, როგორც ეს მოხდა მექსიკის და კანადის შემთხვევაში, უკავშირდება ჩინეთს, რომელთანაც ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული სავაჭრო ომი. 10%-იანი დამატებითი ტარიფის საპასუხოდ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩინეთს დაუწესა, ჩინეთმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იმპორტირებულ ქვანახშირზე და გათხევადებულ აირზე 15%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო ნედლ ნავთობზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. ეს რეგულაციები შევა ძალაში დაახლოებით ერთ კვირაში 10 თებერვალს, ასევე როგორც მანამდე ვთქვით, Google-ის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რამდენიმე სხვა ამერიკულ კომპანიასაც დაერევა სავარაუდოდ ჩინეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში და ცხადია, დამატებით 10% დაიბეგრება ამერიკული ავტომობილების იმპორტი, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემად იქცა გლობალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით ჩინეთის ჭრილში, რომელმაც დიდძალი სუბსიდიების დახმარებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამოხოქა ავტომობილების წარმოების ინდუსტრია, განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებით, რომელთა დომინაცია და ექსპანსია ახლა იწყება მსოფლიოში და მომდევნო წლებში ალბათ ძალიან ბევრ თუ დიდ ბაზარს არა განვითარებად ბაზრებზე ძალიან დიდ წილს მაინც დაიკავებენ ჩინური ავტომობილები, მაგრამ ამას ცხადია გვიჩვენებს დრო.
ერთი საკითხი, რაზედაც ტრამპი ჯერჯერობით პირობას ვერ ასრულებს, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას, ვინაიდან მას ჰქონდა ნათქვამი ესეთი რამ, რომ ის ომს დაასრულებდა გაპრეზიდენტებიდან 24 საათში, ეს პირობა ვერ შესრულდა, ვინაიდან ომი ვერ დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგანაც ამაზე უნდა დათანხმდნენ უკრაინა და რუსეთი და ამ მიმართულებით ტრამპი ძალისხმევას არიშურებს და ვიცით, რომ ძალიან მალე უნდა შედგეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა პირადად პუტინთან და ტრამპთან, რომელსაც სავარაუდოდ შეიძლება ზელენსკიც კი ესწრებოდეს და ამ შემთხვევაში მოიაზრება რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება ეს პირები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს ქვეყანა ვერ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ვერ იქნება ევროკავშირის ტერიტორია, რადგანაც დაკავების ორდერი არის გაცემული პუტინს და შესაბამისად უნდა იქნეს აუცილებლად ნეიტრალური სახელმწიფო და ამ შემთხვევაში მოიაზრება ორი ადგილი, ერთი არის საუდის არაბეთი, იმიტომ რომ რუსეთი არის საუდის არაბეთის გარკვეულწილად სტრატეგიული პარტნიორი მუჰამედ ბინ სალმანსა და პუტინის შორის მრავალწლიანი მეგობრობა არის და შესაბამისად საუდის არაბეთში პუტინი თავს უსაფრთხოდ ნამდვილად იგრძნობს, თანაც საუდის არაბეთი არის ამერიკის პარტნიორიც, ამიტომაც ორივე მხარეს ეს აწყობს და ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მოიაზრება პოტენციურ ადგილად, სადაც შეიძლება ეს შეთანხმება შედგეს. სავარაუდოდ რამდენიმე შეხვედრა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, რადგანაც საკითხი არის ფრიად კომპლექსური. და ამ საკითხის კომპლექსურობაზე მიუთითებს ის, რომ ამაში ჩართული არის ფაქტობრივად ყველა რგოლი, რომელიც გლობალურ ბიზნესში და გლობალურ ეკონომიკაში არსებობს. ერთ-ერთი რგოლი არის გლობალური ფინანსური სისტემა, რომელიც ჩართულია ძალიან აქტიურად სანქციების აღსრულებაში და მაგრამ ბევრი ქვეყანა ცხადია სანქციებს პირდაპირ არ აღასრულებს, რადგან მათთვის ეს დიდად არაფერს ნიშნავს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის თურქეთი, რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია გლობალური გეოპოლიტიკისთვის, რადგან ის ძალიან დიდი სახელმწიფოა, 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იქ. ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ლოკაცია აქვს მას, აგრეთვე არის ნატოს წევრი სახელმწიფო, აგრეთვე მოკლედ აგრძელებს რუსეთთან არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ იარაღის შესყიდვასაც და ძალიან დიდი ინვესტიციები შედის თურქეთში რუსეთის ფედერაციიდან. ერთ-ერთი ასეთი ინვესტიცია უკავშირდება ძალიან დიდი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას თურქეთში, რომლისთვისაც რუსეთმა უკვე დახარჯა 5 მილიარდი დოლარი, მაგრამ ახლა როგორც ირკვევა, ეს თანხები, რომლებიც ძირითადად JP Morgan-ის და Citibank-ის მეშვეობით ირიცხებოდა თურქეთის შესაბამის უწყებებში, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაავალა JP Morgan-ს, მსოფლიოს უდიდეს ბანკს, რომ 2 მილიარდ დოლარიანი ტრანში გააჩეროს და არ მისცეს საშუალება ამ თანხის დანიშნულების ადგილამდე მისვლა. კონკრეტულად რა უნდა მოხერხდეს ამ თანხას, ეს ჯერჯერობით გაცემული ნებართვა ამაზე არ არის და არც ბრძანება, ეს თანხა არის გაყინული და უბრალოდ JP Morgan-ის ერთ-ერთ ანგარიში ირიცხება, ხოლო JP Morgan-ი ვალდებული იქნება, რომ ეს თანხა დაიცვას და ჯერჯერობით არანაირი ტრანზაქცია არ განახორციელოს. ეს სავარაუდოდ გამოყენებული იქნება როგორც ერთ-ერთი ბერკეტი მოლაპარაკებებში, რომელსაც დონალდ ტრამპი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.